საქართველოში ინტეგრირებული სკრინინგი გრძელდება. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმის მარინე კაპანაძის განმარტებით მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის, HIV ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული უფასო სკრინინგი 700-ზე მეტმა ადამიანმა უკვე ჩაიტარა. პროგრამა გრძელდება და მოსახლეობას მასში მონაწილეობა კვლავაც შეუძლია. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს ყველა C ჰეპატიტით დაავადებულების უფასო მკურნალობას, რაც იმდენად აუცილებელია, რამდენადაც ძალიან ძვირიჯდებოდა დღემდე ეს მკურნალობა. ჩვენთან ეს ყველაფერი კეთდება უფასოდ საქართველოში და განიკურნენ უკვე ძალიან ბევრი ადამიანები C ჰეპატიტისგან. რაც შეეხება ინტეგრირებულ სკრინინგს, ეს არის სამი დაავადების საწინააღმდეგო სკრინინგია. ეს არის C ჰეპატიტის, HIV ინფექცია, შიდსის და ტუბერკულოზის. სკრინინგი ტარდება ტესტებით C ჰეპატიტზე და HIV ინფექცია შიდსზე, ხოლო რაც შეეხება ტუბერკულოზს, ეს არის კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, როცა უტარებთ სკრინინგს ამ სამ დაავადებაზე. C ჰეპატიტის და HIV ინფექცია შიდსის ტესტების შემდეგ, ტესტები არ არის 100%-იან შედეგს არ უჩვენებს, რაღაც მინიმალური პროცენტი შეიძლება რომ ტესტი შეცდეს, ამის შემდეგ ხდება უკვე ღრმა კვლევებში ჩართვა და შემდეგ კი მკურნალობის